შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავართ. მე იხარერო, გამოვიდა, როგორც იქნა გამოვიდა გიგი უგულავად ციხიდან. ხოლო ხელისუფლება წყობილებიდან. ისეთი ზარზეიმით გამოვიდა ჩემი გიგი, ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი კანის ფერზე. ნელსონ მანდელა ხო არაა მეთქი? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა კადრში ვხედავთ გათავისუფლებულ გიგი უგულავას, რომელიც გამოდის. Представляю сейчас, что творится в Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна. გიგი გამარჯობათ, პირველ რიგში გილოცავთ გათავისუფლებას, პირდაპირ ეთერში ვართ. არ შეცვლის საარჩევნო კოდექსს, ეხლა. აი იმ საარჩევნო კოდექსით მოუგებთ, რომელიც საარჩევნო კოდექსიდან ჩვენ 2012-ში წავაგდით. აი ნახეთ რა ზეიბია, კაცო. ამდენი ბედნიერი ადამიანი ერთად სარკოზობის მერე აღარ მინახავს. ხარობს მთელი ნაციონალური მოძრაობა. ლას-ვეგასის კაზინოები. ყველაზე ბედნიერები ალბათ სტრიპტიზორები იქნებიან, მაგრამ არა კაცო, აი ეს რუსთავი ორი ჟურნალისტი უფრო ბედნიერი ჩანს. მაგრამ მოდი ახლა ბედნიერებაში ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. გიგი ყველას ერთნაირად გვიყვარს. დიდსაც, პატარასაც, ქალსაც, კაცსაც, უკრაინელსაც, ჩინელსაც, ალპინისტსაც, დამლაგებელსაც. 17 სექტემბერი გიგიობად გამოვაცხადეთ. საკუთარი მადლიერების დრო გვექნებათ. ახლა ამ დღეს პრეზიდენტმა ერთი გიგი შეიწყალოს. რა, რითია ინდაურზე ნაკლები ბოლოს და ბოლოს. სერგო სასწრაფოდ ჩაალაგე ბარგი, სასწრაფოდ უნდა გავაწნათ ამ ქვეყნიდან. რას ქვია რატომ და ხვალიდან ჩვენ ვიცხოვრებთ ჩრდილოეთ კორეაში და გვეყოლება დიქტატორები კიმ ჩენ ირა და კიმ ბიძ ინი. ხო. მე მიკვირს ამ ხელისუფლების მინისტრების თუ რატომ ასეთი მონური მორჩილებით ემონებიან ერთ ადამიანს ბატონ ივანიშვილს. ჩვენ ქვეყანას უნდა ვალვითარებდეთ და არ უნდა ვაქცევდეთ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეად. აი ნამდვილი გმირი. როგორ არ შეუშინდა დახვრეტას და როგორ ამხილა ეს ჩრდილოკორეული რეჟიმი. გენიალური მესიჯია, კაცო. ყოჩარ ნაცებს, ყოჩ. უნიათო მთავრობის და რუსი ოლიგარქის მერე ჩრდილოეთ კორეა უკვე პროგრესია. და მე კიდე ვიყენე ესა პროგრესია არ არის ქვეყანაში. აი თუ არა. მაგრამ კიდევ უფრო მძაფრი მესიჯებია საჭირო მინდა გითხრათ კი. აი გიგიმ რო თქვას მაგალითად ერთი ციხიდან მეორე ციხეში გამოვედიო. ან ვინმე რო თქვას ახლა ბოლო დღეებია ვაკვირდები და ამ უნიათო მთავრობის ხელში ფოთლებმაც კი გაყიდლება და ჭნობა დაიწყო ხეებზეო. ან ისიც დაამატონ ხო რომ ჩრდილოეთი იმიტომ აარჩიეს თან რომ რუსებს ასიამოვნონ. თორემ ნაციონალები სულ დასავლეთ კორეისკენ მივდიოდით. და მე რა რომ არ არსებობს ეგეთი კორეა. მაინც თქვა ისე. არა და ერთ ამაში კი სწორია მე. მელია მართალია, ახლა არ ვარგა ერთი კაცის მორჩილება და დამონება. 4-ს და 5-ს რო ემონები და ემორჩილება, ეგ არის კარგი. მართალია ახლა 4-დან და 5-დან ზოგი ციხეში ახლა და ზოგი უკრაინაში, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერები არიან. იმიტომ რომ საბრალო მელიასგან განსხვავებით, მაგათ ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება აღარ მოუწევთ. რიყის პარკი კითხულობს, 9 თვე იწვალა პროკურატურამ, 9 თვე იძია და მაინც როგორ გამოვიდა გიგიო. საკეისროთი გამოიყვანესო. ნიკამელი ამბობს, ჩვენ ცხოვრობ ჩრდილოეთ კორეაში. რითი და ამტკიცებო. რით და ნანუინინგონ ოცენუ. დღეს ახალი ფურცელი იწერება აღდგენილი სამართლიანობის ისტორიაში. და ამ ფურცელზე ოქროს სასოებით ამოიტვიფრება ვანოს სიტყვები, რომელიც სასამართლო დარბაზში წარმოთქვა. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შემთხვევა, როდესაც საკუთრივ სასამართლომ მისცა მაგალითი ქართულ სასამართლოს, რომელიც წლების განმავლობაში არის შერწყვენილი, მისცა შანსი, რომ დაამტკიცოს, რომ საქართველოში არის ის სასამართლო, რომელიც შეუძლია წინააღმდეგობა გავუწიოს ამ უსუსტ უნიათო
აჩდილებს, წარსულის აჩდილებს ძალიან მალე მოსამართლეს მინდა მიმართოთ. დღეს თქვენზე ვიცი რომ ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. მაგრამ ძალიან მალე ისტორიაში ჩაბარდება ეს შაუბნელი პერიოდი. სასწრაფოდ კაცო არიქა მეცნიერები მოიწვიეთ გინესის რეკორდების სასტავს დამიძახეთ ნახეთ რა მოახერხა ვანომ ნახეთ სასამართლოს ზეწოლაზე ილაპარაკა და ძარღვი არ შეტოკები საკონსტიტუცია სასამართლომ დაამტკიცა რომ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ უსუსურებს და უნიატოებს ისიც კი არის სასამართლოზე ზეწოლა როგორ უნდა აბა გაეწიათ ასეთი წინააღმდეგობა ვანოს დროს მოუწევდათ მე მაგ მოსამართლეებს საკუთარი თავისთვის გამოიტანათ სასჯელები აბა ეხლა ეს მთავრობაა და წინამთავრობაც მთავრობა იყო თუ ბიჭები ხართ გამოუშვით ვანოც და მე ნახავთ ეხლა როგორ უნდა ჩასვათ ციხეში თქვენთვის სასურველი პიროვნება ისე ხმაც რომ არ ამოიღოს მეტიც ერთ საათში დაწეროს ისეთი აღიარებითი ჩვენება რომელსაც პროკურორი მხოლოდ ფერად სიზმნებში თუ ნახავთ კაცო ჟურნალისტებმა მოიხედეთ ერთი აქეთ ამ გიგის გამოშვებაზე კაცო ყველას კომენტარს ვაკეთებინებთ არიცით კომენტარისტვის პირველ რიგში ვის უნდა მიმართო ვის და ვინც ახლა მჭერ მეტყველების პიკშია და ვინც ეს არაერთი გამოსვლით დაადასტურა კარგად იცით ახლა ვისაც გეუბნებით კაცო ხო და მიდით ახლა ჩამოვარდით კომენტარი მიდით ამდენიმე საათიანი ზეიმი უბრალოდ რომელიც მოიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა ну ყოველ შემთხვევაში ეს დარჩება რამდენიმე საათიან ზეიმად აჰა რას გეუბნებოდით მე უნდა გასწავლოთ კაცო ყველაფერი რა თქმა უნდა არა ყველაფერი უნდა გასწავლოთ თამაზ მეჭიაურმა მაგალითად რა მაგალითად ის ეხა თუ ჭკვიანური სახით როგორ უნდა ილაპარაკო თემაზე რომელსაც საერთოდ არაფერი გაგეგება ან თითქმის ყველაფერზე და თან ისე ილაპარაკო რომ შენმა ნათქვამა აჟიოტაჟი გამოიწვიოს აი მაგალითად ეხლა ნამდვილად არ მგონია რომ თამაზ მეჭიაურს ეკითხებოდეს ვინმე გიგის დაჭერა არ დაჭერას ერთი ფინანსებს ეკითხებიან და იმასაც არ ვიცი რატო მაგრამ ეხლა ამას ხომ არ შეიმჩნევს არა ისე პასუხობს თითქოს ესა ციდან ან ისე მთიდან ჩამოესმა რეკა და მე გიგის მომავალი განაჩენით საუკითხეს რიყის ქვის ფილებზე ჩამოწერილი ცხადი ნამდვილი პროფესიონალია კაცო და იქცევა ნამდვილი პროფესიონალი ვით. ან ასე შეიძლება თქვენ ხა თამაზ მეჭიაურია და იქცევა თამაზ მეჭიაური ვით. აბა ეხა დავით უსუფაშვილი ხო არ არის? უპასუხოს ეხა რომ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტსო. ან სოსო ჯაჭვიანი ერთი მაგის დედაც მოყანო. და საერთოდ ეხა ისე რომ არ უპასუხოს როგორც უპასუხა და როგორც საერთოდ პასუხობს ხოლმე, მე ვიღაიყოს რომ თამაზ მეჭიაურია. ხო. მეჭიაური ამბობს უგულავა რამდენიმე საათში შებრუნდება ციხეში. შენ საიდან იციო? მე საიდან უნდა ვიცოდე? ვოლსკიმ მითხრაო. ვანო მერაბიშვილი ამშვიდებს ერს. ნუ გეშინიათ ხალხო, მალე მორჩება ეს შაუბნელი პერიოდიო. მერე რა მოხდებაო? რა და მერე ისევ ის შაუბნელი პერიოდი დაიწყებაო. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე.